ნამდვილი რწმენა რას ნიშნავს? რწმენის აპოგეა. ერთადერთი ეს ვის ადამიანებს შორის მიაღწია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. გასაგებია, რომ ეს ძალიან მაღალი ნიშნულია. მაგრამ ეს ნიშნულები რატოა მოცემული? ღვთისმშობელს კი არა, თავად ღმერთს და თავად ღმერთს ღვთაებრივ სრულყოფილებაა ჩვენი უმაღლესი ნიშნული. მაგრამ აი სასჯელს არ შევიდეს ნიშნავს, რომ იმდენად ძლიერია ჩემი ღმერთთან კომუნიკაცია, ანუ იმდენად ძლიერია ჩემში რწმენა, როგორც ძალა, უხილავის ესე იგი შემეცნებელი, ანუ ღმერთის შემეცნებელი, რომ მე მთლიანად ღმერთის ცხოვრებით ვიწყებ ცხოვრებას, მისი ნება სრულად მოიცავს ჩემს ესე იგი უკეთურნებას და განდევნისმას და ფაქტობრივად სასჯელი, ანუ განსჯა სამსჯავროს აღარ ვექვემდებარები. მერვე დღის მოქალაქე ვარ. კიდევ ვიმეორებ, ეს არის უმაღლესი ნიშნული, რომელიც ადამიანთა შორის ხოლო ღვთისმშობელს აქვს მიღწეული, იმიტომ რომ ღვთისმშობელი აღარ წარსდგება საშინელ სამსჯავროზე, რაც ჩვენ ვიცით, რაზეც ცოდნაც გვაქვს, მაგრამ ეს ნიშნული მოცემულია და თუ ჩვენ ფიქრობთ, რომ ხო, ჩვენსაც შეგვიძლია ესე, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ საშინელ სამსჯავროზე გავუმართლდეთ, ანუ საშინელი სამსჯავრო აღარ იყოს საშინელი. და თუ სამსჯავრო, ხო, გაგვიგია საშინელი სამსჯავრო, თუ სამსჯავრო არ იქნება საშინელი, მაშინ ჩვენ სასჯელში აღარ შევალთ. ანუ არ განვისჯებით, არ გავსამართლდებით, ანუ გადავრჩებით წამის ყოფაში, როგორც კი უფალი დაბრუნდება და როგორც კი უფლის წინაშე წარვდგებით.